ფერადი დღემ 7-ობისა. საინტერესო გაშლებით ისევ დავბრუნდი და ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება პირად ურთიერთობაზე. რაც შეეხება პირად კონსულტაციას, აუცილებლად უნდა ჩაეწეროთ წინასწარ. ნახოთ, ჩაიფიქრეთ ადამიანი და ნახოთ ეს ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე. აი ესე გავაკეთოთ, რას ფიქრობს? როგორ გხედავს, რას ფიქრობს, რა ემოციებშია? და რა რჩევას მოგცემთ ტარო ამ ადამიანთან დაკავშირებით, უნდა გაგრძელოთ თუ არა ურთიერთობა, რა რჩევა უნდა გაითვალისწინოთ და ასე შემდეგ. პირველი, მეორე და მესამე ჩაიფიქრეთ, შეგიძლიათ სამი სხვა ადამიანი ჩაიფიქროთ. თანმიმდევრობას და რიგითობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოკლედ დავიწყოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე. და როგორ განვითარდება ურთიერთობა და რა ხდება მოკლედ. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი ამ წუთში საკუთარ თავზე უფრო მეც ფიქრობს, ვიდრე თქვენზე სამწუხაროდ და არ ვიცი თუ რა იმის სახის პრობლემა ამ ურთიერთობაში ჯერჯერობით ამ ყოველფრის გადაჭრას ფიქრობს, თუმცა ვერ ხედავს ვერანაირ გზას, რა და როგორ შეიძლება მოახერხოს და გამოვიდეს. აქედან გამომდინარე, უფრო ესე ვთქვათ, თუ ამ წუთში რაღაც სახის პაუზა არ არის ურთიერთობაში, შეიძლება პაუზა იყოს, რაღაც საიძაბოს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან დიდ სტრესშია და რაღაც გამოსავალს ეძებს, რომელსაც არ ვიცი შეიძლება არასწორად ეძებდეს და ამიტომ ვერ პოულობდეს ან არ უნდადეს დანახვა ამ ყველაფრის და ამიტომაც ვერ ხედავდეს. თუმცა ძალიან კარგად იცის რა და როგორ უბრალოდ რაღაცებში დარწმუნებული არ არის და მოკლედ თვლის რომ ამ ეტაპზე ამ ყველაფრის გაღრმავება კარგი მხრივ ამ ურთიერთობის საჭირო არ არის. რაც შეეხება მეორეს, თუ ჩაიფიქრეთ მეორე ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან ემოციური ხართ და ძალიან დადებითად გამოხატავთ მის მიმართ ემოციებს. შეიძლება თქვენ უფრო მეტად გამოხატავდეთ ემოციებს ვიდრე თვითონ. ერთ-ერთი უფრო მეტად გამოხატავს ამ ურთიერთობაში, თუმცა გზა, რომელზეც ახლა ერთად მიდიხართ, მისთვის ცოტა არ იყოს საშიშია იმ მხრივ, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება ნელ-ნელა, მისთვის ცოტა უცხო და ახალი შეიძლება იყოს და არ იცის ზუსტად რამდენად უნდა ამ ყოველფრის გავლა, თუმცა პრობლემა, რომელიც ამ წუთში ურთიერთობაში არის, იმაზე მალე მოგვარდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რაც შეეხება განვითარებას და რჩევას. საკუთარი გვირგვინი გაისწორეთ მოკლედ. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, იმიტომ რომ რაც გსურთ, რაც გინდათ რომ მიიღოთ ამ ურთიერთობიდან ყველაფერს მიიღებთ, შეინარჩუნეთ თქვენი ემოციების გაცემის, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ეს სიტუაცია მართეთ და არ თქვათ უარი იმაზე, რომ რაღაც აი ზედმეტი ემოცია არ გამოვხატო ან რაღაც როგორც ხდება ხოლმე მამაკაცს რომ უფრო მეტი მოეთხოვება, ეს მაქსიმალურად დააბალანსეთ, ესე არ ხდება ურთიერთობებში, ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული, ამიტომ რასაც ჩათვლით საჭიროდ გამოხატეთ, დადებითი კუთხით რა თქმა უნდა. რაც შეეხება მესამეს, თუ მესამე ჩაიფიქრეთ, მინდა გითხრათ, რომ აი ეს ურთიერთობა საკმაოდ ტოქსიკურია და სანამ უფრო ღრმად შეხვალო, ესე გეუბნება, უმჯობესი იქნება თუ მალევე მიხვდები ამ ყველაფერს და რაღაც შენს გზაზე წახვალ, იმიტომ რომ შეიძლება შენს ცხოვრებაში სხვა ადამიანიც არსებობს, რომელიც ნაკლებად ტოქსიკურია და ძალიან კარგად შეიძლება გექცეოდა, ან გექცევა ახლაც, მაგრამ აი თითქოს მისი დანახვა არ გინდა და რაღაც ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ, რომლიდანაც ვერ ან არ გადიხარ. უმჯობესი იქნება რომ აქედან გახვიდე, იმიტომ რომ არანაირი დადებითი განვითარება ამ ყველაფერს არ აქვს. წარმატებული ბედნიერი და ფერადი დღეები ყველას.